გამარჯობა მეგობრებო, მე ბექა ვარ. როგორც ჩემ ვიდეოებს ახასიათებს, დღევანდელი ვიდეო არიწყება ტრაქიდან. ორი დღე სახლში ვიყავი, ვისვენებდი. წინა ვიდეოით ნახეთ, გეცოდინებათ რომ მე გავყიდე ჩემი მანქანა და ეხლა დროებით ყავს ნაქირავები ჯიპ ვაგონერი. და მინდოდა რომ ეს მანქანა მეჩვენებინა, არის უზარმაზარი, ძალიან კომფორტული საჭე აქვს. ძალიან კომფორტული S-კლასი თუ ვინმეს ნატარები გყავთ, გეცოდინებათ, ანუ ზუსტად იგივე შეგრძნება. ეხლა შეგახედებთ გარედანაც. არ ვიცი კამერაში კიდე რამდენად კარგად აღიქვავთ, მაგრამ ძალიან დიდია. ეს არის 20-25 წლის ჯიპ ვაგონერი. მესამე დღეა უკვე ამით დავდივარ და საკმაოდ კომფორტულია, სამოძრაოდ მით უმეტეს ქალაქში და ცუდ გზებზე, იმიტომ რომ ბალიშებზეა და არაფერი არ იგრძნობა გზაზე აბსოლუტურად. აქვს 3 ზოლი. უკანას უზარმაზარი სივრცეა, ლეგრუმი, ანუ და კიდე შეგიძლია გაწიო წინ ან უკან და მაინც რჩება სივრცე უკან საბარგულისთვის. ანუ ვიზუალურადაც ძალიან კარგად გამოიყურება რა. სხვათა შორის შევამჩნია, რომ ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს იმდენად დიდი მანქანა. ეხლა მივიდივარ ტრაქთან, შემოდნებს წავიღებ, ბარემ ჩავალაგებ, რომ დილით აღარ მომიწვიოს არაფრის გაკეთება, დავჯდები და წავალ პირდაპირ პიკაპზე. კომენტარებში დამიწერეთ, რას ფიქრობთ ამ მანქანაზე, ვიზუალურად მოგეწონათ თუ არა. საქართველოში არ ამგონია ეს მანქანები დადიოდეს, ნუ თუ დადის ალბათ ძალიან ცოტა, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრს წავს და ძალიან დიდი ზომაა რა. მინივენზე ბევრად დიდი სივრცეა, სიმართლე რო გითხრათ, უბრალოდ ეს კარებები არ სტრიალებს, ჩვეულებრივად იღება. მოვედი კომპანიის პარკინგზე. 804 არის ჩემი მანქანა, ბოლოში მეყენა, თუ ვინმე სერვისის გამო არ გადააყენა სადმე. აქ უნდა იყოს სადღაც 804. ეს არის. შევინახოთ, ზეა გავწმინდა წინაზე, მაგრამ გარედან იგივეს ვერ ვიტყოდი. სატანი მაგ კიდე გადმოსატანი. ნახეთ, რამდენი მანქანები ყავს. იდეაში ხა ესეც უსავსეა ხოლმე ჩაყოლება. ეთყობა რეისში არიან. ეს ბოლომდე სავსეა. ჩავიდა სატანი. ეს ლობიანი ლორით. სატანი. კვილის ჩოტკი. ძალიან მეზარება ხოლმე, მაგრამ სახლში ფულს არ მეხდიან. მაგრამ თქვენ თუ არხს გამოიწერთ, დაალაიქებთ და დააკომენტარებთ, ბევრად მეტი ვიდეოს გაკეთების შესაძლებლობაც მექნება და შეიძლება full time YouTuber-იც გავიჩითო. სიმართლე რო გითხრათ, უარს არ ვიტყოდი. რა გასარეცხია, ბიჭო. თითქმის ტრაქის ხელა. დავებერე მეგობრებო და ხვალ დავიძრებით პიკაპზე. დროებით. ესეც მეორე დღე მეგობრებო, დავბრუნდი ჩემს სატვირთოში, ეხლა ვარ კომპანიის პარკინგზე. აქედან ვიძრები პიკაპზე ნიუ-ჯერსიში დავიღო ტვირთი და მივდივართ ოჰაიოში. საათნახევრის გზა მაქვს ჯერსიმდე. იდეაში ჯერსია, მაგრამ ნიუ-იორკის გვერდზეა ეგრევე. წავედი, ეხლა დავიძარი და პიკაპიდან შემოგიერთებით. ბერბიტა ნიუ-იორკში სიარულს ძალიან გაუგებრად არის გზები. GPS-ი ჭედავს. ვინც საიდან გიხტება ვერ გაიგებ. და რავი, საშინელებაა თუ საცობი. თბილისის საცობი არ არის, მაგრამ დებილი დრაივერების საცობი იჩიტება ხოლმე აქ. ვიღაცა ერთი გადაწყვიტავს, რომ შუა ზოლში ან სუმარცხენა ზოლში უნდა სიარული 20-ით
დანარჩენი დრაივერები ცხრევივით მიყვებიან და всё. Hey, what's up, man? What's up, buddy? I'm picking up. Let me take a picture Okay. to the pick and number. You're gonna park behind the jet skis over there in the corner. I show you where. Okay. Okay. That's not good. We know some way to move. ჯეტსკების გაიჩითა სიამოვნებით ვიყოლებდი ამის ადგილი რომ ქონდეს. ჩავაგდებდი, ჩავატაკებდი დელავერის დინარეში. ანუ არაფერი არ ჭის, აშკარად ახალია და ეს რატო უგდიათ. რამე გადააფარე მაინც. მოეჭველი რაღაც აუქციონების მანქანები. აუ, იქ ვაფშე ავენტადორი დგას, არ გავგიჟდა. ბიუიკი. დინდელია. ეს რადერსკი კრაისლერია, რა გენგსტა, ხო არ გადაო. ვაუ. SVJ. ვიღაც ტიპი გამომივარდა, აქ არ შეგიძლია გადაღებაო, მაგრამ ოვასარი. ოკეი, დაველოდები ახლა. დოკი რო განთავისუფლდეს, მივყენდე და დავიძრებით ჯერსიდან ოჰაიოსკენ. ტვირთი ავიღე. ეხლა მოვყენდი სასწორზე wait stations მიწერ GPS-ი ღიაზა. წონები როგორ არის დაბალანსებული, არ ვიცი. გავარკვევ ეხლა და გავასწორებ თუ გასასწორებელია. დავდგებით სასწორზე. ყველა ბორბალი სასწორზეა. ორონზები ამოვწიოთ. ესეთი აპლიკაცია, ლოკაცია 258 ეგ არის. $15.25. 28 უკანები ვარ. ამ ძიმე ძალიან 2000 პაუნდით ვარ გადაჭარბებული. აი, ანუ ეხა წინ მაგ ბორბლები შემოწეული. ტრაკისკენ უნდა გავწიოთ უკან რომ დაბალანსდეს. აი. გადავყენდები ეხა და გავასწორებ. ჩამოვედი ოჰაიოში ვარ, აქედან დელივერი მაქვს 9 საათში დღეს აქ დავიძინე პარკინგზე, მაგრამ სანამ დავიძინებ, ბარ მანქანას გავარიცხინებ, ამაზე კარგით რომ აღარ ვეკნება და უკვე საშინლად არის. Just a regular wash, truck and trailer. Okay. Alrighty. By regular wash, you mean the brightener wash, correct? It's the same cost as the non-brightener wash. Whichever is better. Alrighty. We'll give you the brightener wash then. Cool. How you doing, sir? Good, how are you? Name?
BEKA. BEKA. KA. What's your truck number? 804 804. What's your trailer number? 25960. And how's your day going, man? Pretty good. How about you? Here you go. მშვიდობის გავიღვიძე, ესე გამოიყურება ჩემი გარეცხილი ტრაქი. ეხა pre-trip inspections გავაკეთებ და დავიძრები delivery-ზე. გარედან შემოული მანქანას დავrწმუნდე რომ არაფერი არ ჭირს. ყველაფერი წყობრშია და მივალ დავადელივერებ. შევინახოთ ამებს რომ დავებ ხოლმე ტრაილერში ყოველ ჯერზე იპარამენ თუ რავი ავიწყდებათ თუ რა ხდება არ ვიცი და ეს მივხვდი რომ შეგნით აღარ უნდა დავტოვო ტვირთს რომ მოვხსნი მიმართ ეგრევე მანქანაში ვინახო საკარემინა არის საშინლად თუ სადმე რამე მწერი დაფრინავ და ყველაფერი მივაკალე მინდა რომ გავწმინდა შევყევი და ხარებიან საკერემინიანად ყველაფერი გაუწმინდა. არა, კაია, გარესხელს დაემსგავსა ისე. იმოძრავებთ ახლა დერსკად. დავrწმუნდეთ რომ არაფერი დააზიანეს. აქედან ყოველ შემთხვევაში არაფერი არ ეტყობა. გარედან არა. ანუ ესეთი რაღაცები ნახე შეგნის ფორკლიფტი რო შედის, წინაზე ეთყობა გაუსვეს რა, აქ ზოლს ხო ხედავთ და ეს ახლა ლაითად არის, მაგრამ კარგად რომ მიახტეს გამოვა გარეთ. დედას უტირებს ტრაილერს. ხო და ეგ არის უკვე მერე ძღოლის პასუხისგებლობა. ძღოლის პასუხისგებლობა არა, ანუ იდეაში თუ რაღაცა დაზიანდა, სანამ შიპერთან ხარ, ჯობია რომ იპოვა და ეგრევე კომპანიას შეატყობინებ, ისინი მერე ან დაჩარჯავენ, ან რაღაცა იქნება რა. ეს მე გავაფუჭე, მაგრამ როგორ არ ვიცი, ეთყობა ხის ტოტი ან რაღაცა იყო გამოშვერილი და ხმაც არ გამიგია, გამოედო ტრაილერი მოსახლეებში და რომ გადმოვედი უყურებ მე დღეს რა არის და ანუ იმ მომენტში არც გამიგია არაფერი რა, მე ვიპოვე. მოვედი პიკაპზე. ეს ტიპი გარეთ დამხდა და მითხრა შუაში ჩააყენეო და აღარ გადამიღია, ეგრევე შემოვაყენეთ. ძალიან მალე 20 წუთში დამტვირთეს დაახლოებით 40,000 ფაუნდია რა, ძალიან მძიმეც არა. აქ ეს სტრეპი გავუკეთე. არ უნდა იდეაში დაბლა დამაგრებულია, მაგრამ რავი იყოს ყოველი შემთხვევისთვის. ტვის ჭამე ხოლმე კომპანიიდან. უნდათ რომ რაღაცა მაინც ეკეთოს და რავი ეკეთოს, არცად არ წავა ეს წინ პიცარია დამაგრებული, მაგრამ
რავი იყოს რა. წავედი და გზიდან შემოგიერთდებით. ანუ რა უნდა ჩავსულიყავი ადგილზე 11 საათზე. ჩასვლას მიწერს ახლა 2:30-ზე ღამის. იმდენი დრო დავკარგე. არ დაგავიწყდეთ რომ არხი გამოიწეროთ და ლაიქოთ და დააკომენტაროთ. უბრალოდ სმაილი, წერტილი ან გული რა ნებისმიერი რაღაცა რო დააკომენტაროთ, ეგეც დაეხმარება ვიდეოს, რომ მეტმა მაყურებელმა ნახოს. დისპეჩერზე მაქვს მაგარი აკრეფილი. ანუ წინა თვირთი რაც ამიღო, მოკლე თვირთი იყო რა, დაახლოებით 8-9 საათს წერდა რომ დავიძარე. ხო და ანუ გზაში საცობი გაიჩნდა საშინელი რა ჩავიჭედე როგორც დღეს და 8 საათს თუ 9 საათს რო წერდა მოვანდომე დაახლოებით 12 საათი რა და დილი დელივერზე 8-ის მაგივრად მივედი 10-ის ნახევარზე და ამას ბროკერისთვის მიუწერია დელივერის მერე პიკაპი მქონდა და ბროკერისთვის მიუწერია რომ დრაივერი ადგილზე იქნება 11 საათზე ვიცე რომ მე არ შემითანხმდა და არ გაიგო ანუ რომელ საათზე ვიქნებოდი რა ჯერ მკითხე რო ეუბნები რომ 10-ზე და 11-ზე იქნება მკითხე ჯერ მე იქნება რავი მანქანა გამიფუჭდა და ან რავი კაროჩ ესე გვიანო რატომ მიხვედიო რა და მიგზავნის სკრინს ამათ GPS-ი აქვს და ამ GPS-ზე ხედავენ როდის სად ჩერდები რომელ საათზე და მიგზავნის სურათს რომ გავჩერდი პირველი სუთებზე ორისკენ არ ჩასულხარო აიო დრო და ანუ მაგაზე უკვე მომეშალა რა ძილის და დასვენების გარეშე სურო მაილზე $10 მიხადო მეთქი ანუ არსაც წამსვლელი არ ვარ რა ხო და დაიჯოა მე არიან დრაივერების კატეგორია ვინც ანუ მართლა კვირაში 5000 მაილებს და 5000 პლუს მაილებს გადიან და მე ანუ არ მინდა ეგეთი არც ფული მინდა და არაფერი არ მინდა რა მე თუ არ დავისვენე, ცოტა კომფორტულად არ ვიგრძენი თავი, სადღაც არ გავჩერდი ნორმალურად არ ვჭამე და წყალი არ გადავივლე. ეგეთი ფული კი არა, რა ყველაფრის დედა. ჯერ ცოტა ხანი კიდევ უყურებ და მსგავსი რამე ერთხელაც თუ შევამჩნიე და შევცვლი უეჭველი. Good morning. I have a delivery truck there? Yeah. You got to move that up. You're blocking this crosswalk here, right? No, I get it, but I have a delivery. I understand it, but you got to move up, right? You're blocking this crosswalk. Okay, is this shipping delivery office? Yeah, you're gonna check in here, but you need to move that up, please, right? Okay, Before I no get problem. complaints Yeah. from Honda. Yeah, you can move it a little further on. You just can't block that crosswalk. Okay. I'm gonna get complaints from Honda, right? All right, no problem. And then come in and check in with the driver's license, right? Okay, right here, right? Yeah. Okay. ახსენი დებილი დედა შევეცი. როგორი დაზომბებულები არიან, ანუ დედა როგორ არის გრამიკურს რა. სანამ Honda-სგან მივიღე კომპლეინიო, გადააპარკინგე მანქანაო, თურმე ქვეითების სამოძრაოს კეტავ. ტანკი გაეტევა შედედა. და მებაზრება რომ აი აქ დავდგე, აქ არის უკეთესი პარკინგი. ყველა დოკი რა უნდა ჩაკეტო. რა კაროჩა ამათი სიდებილე, აი არ ვიცი ხან ისე მაგაზიანებსა შეიძლება ვიღაცა. Yeah, just first name and cell phone number. Okay. Sign your paperwork. She's the lead, the lead for receiving. ჩამოვედი კომპანიის პარკინგზე, იქ აღარ გადამიღია ტრაილერის ჩაყენება და რაღაცეები, დრონის აფრენაც არ შეიძლებოდა და ეხლა მივალ სახლში 2 დღე დავისვენებ. მეგობრებო, თუ გაინტერესებთ ამ მანქანის განხილვა, ეს არის 2026 წლის GL 450 AMG line. ყველაფერი AMG-ს აქვს გარდა ძრავის. ხო და თუ გაინტერესებთ ამ მანქანის სრული განხილვა, დრონებით და თელი ამბებით, დამიწერეთ კომენტარებში. წავედი მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ დალაიქება და კომენტარება და არხის გამოწერა. შემდეგ ვიდეომდე დროებით